მე ვფიქრობდი, რომ თუ არსებობს სამყაროს დიდი აფეთქების თეორია, შეიძლება ასევე არსებობდეს სიკეთის აფეთქების თეორიაც და რა შეიძლება მოხდეს ისეთი, რომ სიკეთი აფეთქდეს. და ზუსტად ასეთი რამე მოხდა ჩვენ ცხოვრებაში და ჩვენ თვალწინ მოხდა სიკეთის აფეთქება. 100,000 ადამიანმა თავისი ჯიბიდან პენსიის ფული, ხელფასის ფული, ის რომელიც კომუნალურებისთვის ჰქონდა შენახული და ინახავთ, ვიცით საქართველოში ჩვენ ხო ვიცით ქართული ოცნება კი იძახით რომ ავშენდითო და ავყავდითო, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით საქართველოში 100,000 ადამიანს როგორ უჭირს, რომ 100,000 დალხენილი ადამიანი რო არ აყავს, ხო ვიცით. ის ხო ვიცით რომ აქ პენსიონერები რომ მოდიან და თავის პენსიის ფულს ხელზე რო გვაძლევენ, პირდაპირ მოდიან და გვეუბნებიან, ხალხო ჩარიცხო, არ ვიციო და აგერ ხელზე მოგწევთ, აქ დავტოვებ შოვრას, კამზე დადო და ისე წავიდა. არც სახელი უთქვია, არც გვალი უთქვია, დადო ფული და წავიდა. თავისი პენსიის ფული დადო. შუაზე გაჭრა თავისი პენსია და ნახევარი დადო აქ. და რა შეიძლება მოხდარიყო ისეთი, რომ ასეთი სიკეთის აფეთქება გვენახა და მოხდა ასეთი რამე 100,000 ადამიანმა თავისი სიკეთე გაუწია ჩვენ ბავშვებს და ხელისუფლებას უთხრა ასეთი რამე, რომ შენ რო არ აკეთებ მაგას, შენ ხელისუფალი, ჩვენ ადამიანები, ჩვენ გიპირისპირდებით შენ და იმას შენ გასაკეთებელს ჩვენ ვაკეთებთ. შენს გასაკეთებელ სიკეთეს ჩვენ ვაკეთებთ, შენ გასაკეთებელ საქმეს ჩვენ ვაკეთებთ, ნაწილობრივ მაინც ხო ვაკეთებთ. და ეს იყო სიკეთის აფეთქება და ეს იყო სოლიდარობის აფეთქება. ეს იყო პასუხისმგებლობის, არ ვიცი რა შეიძლება ეთქო, ყველაფერი ერთად. და ალბათ უფალმა ღმერთმა ალბათ ინება, რომ ეს მოხდარიყო. იმიტომ რომ სხვა ჩემთვის წარმოუდგენელი, ანუ ძალიან ძნელი იყო რა შეიძლებოდა მოხდარიყო ამ ქვეყანაში, რაც გამოიწვევდა სიკეთის ასეთ აფეთქებას. და მართლაც მოხდა ასეთი რამე. ეხლა ნინო ქათამაძეს მინდა სიტყვა გადავს. მოგესალმებით. მართლაც რთულია. ყოველ გამოსვლაზე განსაკუთრებული ემოცია მაქვს და ყოველთვის ხელავ. რადგან ეს საკითხი ნამდვილად არ არის სახუმარო და ძალიან ემპათიურია და ძალიან გრძნობიარია. ყველა ბავშვი ლოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ბავშვები არიან მთელი კაცობრიობის ნათელი მომავალი. ცხოვრების აზრი, საზრისები არიან ისინი ამ ცხოვრების. და ამაზე ძვირფასები ვინ უნდა იყვნენ და ამაზე კარგი რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ თითოეული ბავშვი გადაარჩინოს. ამ ბავშვებს აქვთ ბავშვები სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით. ამიტომ ეს ამ ბავშვებმა კი არ უნდა მოითხოვონ, კი არ უნდა ითხოვდნენ, არამედ უნდა მოითხოვონ. იმიტომ რომ ვალდებულია სახელმწიფო თითოეული ბავშვის უფლება დაიცვას. საქართველო ადამიანი ბავშვთა უფლებების კონვენციას 1994 წელს შეუერთდა და იყო ვალდებულება, რომ თითოეული ბავშვის უფლებას დაიცავდა. და დღეს ჩვენ სად ვართ? დღეს ჩვენ ვდგავართ ილშენის კუნთოვანი დისტოფიით დაავადებული ბავშვების მხარდაჭერ აქციაზე. და ბავშვები ითხოვენ სამწუხაროდ არა ტკბილეულს, არა სათამაშოს, არამედ ითხოვენ წამალს. წამალი, რომელიც რეალურად არსებობს და ხელისუფლება იმის მაგივრად, რომ დაელაპარაკოს მშობლებს და უფრო კარგად გაერკვეს იმაში, რასაც მშობლები უფრო კარგად ერკვევიან. დღეს მშობლები და ეს ბავშვები უფრო კარგად ერკვევიან ამ წამლების ეფექტიანობაში და უამრავი ქართველი ბავშვი მოუწოდებს უცხოეთიდან, რომ მათი აისახა ამ წამლის ეფექტიანობა და ისინი უფრო კარგად გრძნობენ თავს და ამათ არაფერი არ ესმით. საერთო დიაგნოზმა, მე პირადად ჩემ თავზე ვიტყვი და ჩემს თაობაზე ვიტყვი, ჩვენ დიაგნოზმა ბავშვობა დაგვაკარგინა. ძალიან ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ამ დღეს ცოცხალი აღარ არის, ან ამ ქვეყნიდან გასულია. იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენ ვერ გვპატრონობს, ვერ გვივლის. თქვენ წარმოიდგინეთ და ჩვენ დავკარგეთ ეს ბავშვობა და ბავშვობაში მიღებული ტრამვა, კივილი, საერთოდ მთელი ცხოვრება გაყვება. ამიტომ მე ნამდვილად არ მინდა, რომ ბავშვებს ეს კივილი და ეს დამღა დააჩნდეს. იმიტომ რომ დღეს არსებობს ხალხო წამალი და დღეს როცა უყურებ ამ პატარა ანგელოზებს, მე ამ ბავშვებს ღიმილის ბიჭები დავარქვი. იმიტომ რომ ამ ბავშვებმა გაერთია და მთელი საზოგადოება. ახალგაზრდები ჩაერთენ ამ პროცესში და მადლობა მითხრათ, მინდა უთხრა თითოეულ ახალგაზრდას. მათ, როგორც იტყვიან, რომ მადლი ორ ადამიანში შეიძლება არსებობდეს. ერთი გამწირველია და მეორე შემწირველი. და ეს ბავშვები არიან სწორედ, რომელსაც თითოეულ ადამიანს, ჩვენ თითოეულს
სოფლის გაღების შესაძლებლობა. აი ეს არის ყველაზე დიდი რამ. და მე წინა გამოსვლებშიც თქვი რომ არ დავიღალოთ. მაშინ როცა ხელისუფლებას გონია რომ დავიღლებით, არა. ჩვენ მე პირადად პირობა დავდე რომ ამ ბავშვებს არასდროს არ დავტოვებ. ბევრი არაფერი შემიძლია, მაგრამ ჩემი ერთი ადამიანი, ერთი პიროვნება, რომელსაც ეს ტკივილი, ეს ხელისუფლების არა მხარდაჭერა საკუთარ თავზეა გადატანილი, მე ნამდვილად ვქნები ამ ბავშვების გვერდით. ამიტომ მე მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და თითოეული ეს ანგელოზი, რომლებიც დღეს დარბის და ამ ბავშვობაში უნდათ მათ სირბილი და რატომ უნდა დაჩქარდეს მათი ეტლზე დაჯდომა თუნდაც, რატომ უნდა გაუარესტას მასი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როცა შეიძლება რომ გახანგრძლივდეს, დიდხანს ირბილონ, ითამაშონ ფეხბურთი, იცინონ, იმხიაროდონ, რატომ უნდა შეიზღუდოს ეს ყველაფერი. ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ ყველაფრის და მინდა ვთქვა ასევე ერთხმად, მიეცით წამალი ბავშვებს.